გამარჯობა, ჩემი სახელი ლალა ჯანგულაშვილი. Რამოდენიმე წელია ნიუ-იორკში ვცხოვრობ. სად ვარ ჩემი ისტორიის შესახებ მოგითხრათ. დავიწყოთ. დავიბადე თბილისში. ჩემი ბავშვობა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, თემფაზე დაიწყო. ჩემი სკოლა, საბავშვო ბაღი, ბავშვობა ყველაფერი გავატარე. წლების შემდგომ კი აღმოჩნდი ნიუ-იორკში, აქ სწორედ აქ, Upper East Side-ში, სადაც ახლა არის ჩემი უბანი. ოჯახმა გადავწყვეტეთ, რომ ბიზნესი გაგოცნა სწორედ ამ უბანში და ამის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ. ახლა კი ვუახლოვდებით ბიზნესის ლოკაციას, რომელიც მდებარეობს Madison Avenue-ზე. თუმცა ასეთი ადვილი არ იყო ამ გზამდე მოსვლა, რომ ეს ბიზნესი სწორედ აქ ყოფილიყო. მომიწია სამედიცინო სფეროში 2 წელი მუშაობა. და ახლა მინდა რომ გაჩვენოთ თუ რა ხდება შიგნით. თუმცა სწავლის გარეშე და ლიცენზიის გარეშე აქ ბიზნეს ვერ გახსნი. ამიტომ ამ გზის გავლა მომიწია. თუმცა სანამ ამ კარებს გამოვაღებდი, რასაც ჩემი ბიზნესი ქვია, საკმაოდ რთული იყო. მომიწია ტურიზმის სფეროში სწავლა, საქართველოში აეროპორტში მუშაობა. და რა თქმა უნდა, საქართველოს გამოირჩევა ამ სფეროთი ზოგადად და ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ამ კუთხითაც დავეხმარო საქართველოს და აქაურ ჩემს მეგობრებს აუცილებლად გავაცნო ჩემი ქვეყანა. ახლა კი მინდა ყველა ქართველი მოვიწვიო აქ, ნიუ-იორკში, Upper East Side-ში, Madison Avenue-ზე ჩემს ბიზნესში. სადაც რის გასახსნელად შევისწავლე სპეციალურად ეს სფერო და ავიღე ლიცენზია. რთული არა, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება კი, რა თქმა უნდა, თავისებურ სირთულეს წარმოადგენს. სამედიცინო სფერო ისეთი რამ არის, რომ ყოველთვის განვითარება უწევს ადამიანს. ამიტომ მეც ყოველდღე მიწევს ამ სფეროში განვითარება. თქვენ ახლა ჩვენს კომპანიაში Count Laser-ში იმყოფებით, სადაც შეძლებთ ყველა კანის ტიპის და თმის ტიპის დამუშავებას სწორედ ამ აპარატის დახმარებით. Count Laser-ი აღჭურვილი არის უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც ფლობს 4 სერტიფიკატს, რაც ხას უსვამს მის უსაფრთხოებას. ესენი არის CE, ISO, FDA და მეოთხე სერტიფიკატი, რომელიც მის ავთენტურობაზე მიანიშნებს. სოპრანო ტიტანიუმი აერთიანებს 3 ყველაზე კლინიკურად დადასტურებულ ტალღის სიგრძეს, ესენი არის 755, 810 და 1064 ნანომეტრი. რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თმის მოშორების სწრაფი და კომფორტული გამოცდილება, რომელთაც სარგებლობენ როგორც ექიმები, ასევე პაციენტებიც. Count Laser-ი ქართულ საზოგადოებას სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ დროს. მთლიანი სხეულის გაკეთება შეუძლია ქართველებს $150 და რეალურად სულ რაღაც 6 სესიაში თქვენი თმა 75%-ით საგრძნობლად შემცირდება, რაც მოგცემთ გლუვი კანის ეფექტს.
ზუსტად ყველაფერი ტექნოლოგიებს ეკუთვნით 21 საუკუნეში მით უმეტეს როცა ცხოვრობდა მოღვაწეობ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხარ ისეთ სფეროში, რომელსაც სამედიცინო სფერო ჰქვია, რომელიც ყოველდღე ვითარდება, არ უნდა ჩამორჩე. მე მოხარული ვარ და მიხარია, რა თქმა უნდა, ის რომ ლელა არის სამოსი სამშობლოს პროექტის 2024 წლის პალმბიჩის მონაწილე და დიდი მადლობა მინდა უთხრა მის ოჯახს ნდობისთვის. ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა. მე მიხარია თითოეული მათგანის თქვენამდე მოტანა, წარდგენა და გაცნობა. მაშ ასე, ახლა აი ამ ყველაფერს, როგორი აპარატი არის, როგორ მოქმედებს, ჩემ თავზე გამოვცდი. თქვენ არ დააყოვნოთ, ნამდვილად გირჩევთ, რომ იყოთ მეტად თავდაჯერებულები და ხარისხს აუცილებლად მიენდეთ. ეს ხარისხი კი ლელასთან აუცილებლად დაგხვდებათ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსგავსი აპარატი არ არსებობს, ხომ გითხარით, ლელა? მე ხო არ ვატყუარ მაყურებელს. სპეციალური ალმას პარტნიორები, გვაქვს სპეციალური ლაბორატორია, სადაც შეგვიძლია შევიდეთ ჩამოვაწყოთ თუ რომელი კლინიკა ფლობს ამ აპარატს. ჯერჯერობით ორიგინალი აპარატი ბრუკლინში, მანჰეტენზე, ნიუ-ჯერსიში ჯერჯერობით არ არის. გამარჯობათ. ჩემი სახელი არის ანა. მე ვარ ლელასტა, 25 წლის. მეც აქ ვმუშაობ, ყავს კლიენტები, ქართველებიც, უცხოელებიც და ყოველთვის განსაკუთრებულად გვიხარია, როდესაც მოდიან ქართველი ადამიანები, რადგან მონატრებული ყავს, რა თქმა უნდა, რადგან უკვე მე-7 წელია რაც აქ ვართ. და დიდი სიამოვნებით და დიდი სიხარულით დაგელოდებით თითოეულ თქვენგანს. თუ მოგწონდებით ჩვენთან. ძალიან გაგვიხარდება. And you went to Toronto, right? I went to Toronto. So you haven't gotten spread yet, right? ძალიან სიამოვნებთ, ძალიან მიყვარს ნიუ-იორკი. რეალურად სხვა შტატში როცა ვმოგზაურობ, ყოველთვის როცა ნიუ-იორკში ბრუნდები, ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს სამშობლოში ბრუნდები. რეალურად დღეს ქართველი ადამიანისთვის რადგან აქ ცხოვრობს, მისი სამშობლო არის, უნდა იყოს ნიუ-იორკი. რა თქმა უნდა, საქართველოს ნომერ პირველი ქვეყანა იქნება ყოველთვის ჩემთვის, იმიტომ რომ იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და ყოველთვის ძალიან ყველგან და ყველასთან აღვნიშნავ, რომ მიყვარს ბუნება საქართველოში. და როდესაც მომეცემა შესაძლებლობა, რომ იქ მიმაგზავრო კიდევ ერთხელ, აბსოლუტურად ყველაფერს მოვივლი, ანუ ბუნებასთან მექნება კავშირი ძირითადად საქართველოში. რატომ არის ეს არის? საქართველო, ანუ ვიტყოდი, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ისეთი ბუნება, რასაც ალბათ ფილოსოფიაში ადამიანი ვერსად ვერ იპოვის. ბევრი კულტურის ადამიანთან მომიწია მუშაობა. და აღნიშნავდი, რომ ნიუ-იორკი ამით გამოირჩევა. ბევრი კულტურის ადამიანთან გიწევს შეხვედრა, რაც ძალიან მრავალფეროვანს ხდის ყოველდღიურობას. ყველაზე მეტად მომეწონა ფრანგულ კულტურასთან შეხება, ფრანგებთან ერთად მუშაობა. მე მაქვს თქვენი მაყურებლისთვის ექსკლუზიური თემა, რაც ეხება იმას, რომ ჩემს ბიზნესთან ერთად მიწევს სხვა სამსახურშიც ყოფნა, რაც ეხება სტუმართ მასპინძლობას. და მიწევს ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან შეხება, როგორიც არის რიჩარდ გირი, ჯენიფერ ლოპესი, ჰანს ზიმერი. ძალიან სასიამოვნოა მათთან შეხვედრა. ხშირად დადიხარ ხოლმე გამოფენებზე?
ვერ ვახერხებ სამწუხაროდ. მეტროპოლიტენის მუზეუმიც აქ არის, კოლექციონი გაიხსნა ამის აფრიკის. ეს რა არის? 18 საუკუნის არის. ხო, იმიტომ რომ იქცეც საქართველოს გამოფენას გავუწევდა ზოგადად. დამყოლი დღის შემდგომ ოჯახი ვსტუმრობთ რესტორანს, ვეგანურ რესტორანს, ყოველს ვსურვებთ რომ სწორად ვიყვებოთ. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და გელოდებით.